ეკონომიკის მინისტრი კახეთში ჰიდროელექტროსადგურ სტორი ჰესისა და ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი ახალი თელავის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. როგორც მარიამ ქრივიშვილმა განაცხადა, ქვეყნის ენერგეტიკული თვითკმარობის მიღწევა და ენერგოუსაფრთხოების ამაღლება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ბანო ზარდიაშვილმა და კომპანია მიტას ენერჯი მეტალ კონსტრაქშენის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს განახლებულ ხელშეკრულებას 100 კილოვატი ელექტროგადამცემი ხაზის სტორი ჰესის ახალი თელავის მშენებლობის შესახებ. აღნიშნული პროექტის თავდაპირველი ღირებულება 12 მილიონი ნახევარ ევროს შეადგენდა, თუმცა ახალი დოკუმენტის მიხედვით ხელშეკრულების ღირებულება 3 მილიონი დოლარით შემცირდა. რაც შეეხება სტორი ჰესს, მისი საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონი დოლარია. მშენებლობა დაიწყება 100 კილოვოლტის სიმძლავრის გადამცემი ხაზის, რომელიც სტორი ჰესს დააკავშირებს სისტემასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენს ელექტროსისტემას შეემატება პირველ ეტაპზე 17.5 მეგავატი, ხოლო ცოტა ხანში 36 მეგავატი სიმძლავრე, რაც ხელს უწყობს სასაკვირველია ქვეყნის ენერგო მომარაგების უზრუნველყოფას. თავდაპირველად ტენდერის ღირებულება იყო 12 მილიონი ევრო, ხოლო დღეს მოვაწერეთ ხელი, რომ პროექტი გაიაფთეს 3 მილიონი დოლარით, რაც გარკვეულწილად ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ თითქმის ყველა პროექტზე ვახდენთ ხელშეკრულების გადახედვას იმისთვის, რომ მაქსიმალურად სახელმწიფო ხარჯები დაიზოგოს და რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ხელი შეუწყოთ ბიზნესის განვითარებას. კასკადური ჰესია არის სტორი 1 35 და 6 სიმძლავრის მეგავატის, მეორე სტორი 2 არის 12 მეგავატის. მთლიანად ალბათ ველოდებით გაშვებას პირველი ნაწილი იქნება მარტი-აპრილი, სტორი 2 იქნება სადაც წლის ბოლოს შემოდგომა და თოსურის სიმძლავრით ჩაერთება ალბათ 27-ის ზაფხულამდე.